ქალაქის ქუჩებს ისევ მასშტაბური საპროტესტო ტალღა მოიცავს და გეგმილია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მარშები ამ წუთებში. ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები ვაკის პარკთან არიან შეკრებილი, ახალგაზრდები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრებიან და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. დავით კობიძე იმყოფება ადგილზე და ახალგაზრდების პოზიციას ახლა ის გვეტყვის დეტალებით პირდაპირ ეთერში დეტალურად. დღევანდელი მსვლელობისთვის შეკრების ერთ-ერთი ლოკაცია იქნება ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია. აქ ამ ტერიტორიაზე უკვე დაიწყეს შეკრება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა, ლექტორებმა და ეს ადამიანები, რომლებსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, ელოდებიან სხვა ახალგაზრდებსაც, რომლებიც სავარაუდოდ ნახევარი საათის განმავლობაში შემოუერთდებიან მათ და შემდგომ უკვე როგორც ჩვენ მათგან მოვისმინეთ, მსვლელობა დაიწყება ჭავჭავაძის გამზირზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ. იქ ასევე იკრიბებიან ახალგაზრდები, სტუდენტები, როგორც არის ცნობილი და შემდგომ უკვე გაერთიანებული მსვლელობა მივა საბოლოო დანიშნულების ლოკაციამდე, რომელიც უკვე 32 დღეა არის პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირი. მოქალაქეები უკვე 32 დღეა აპროტესტებენ ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას, ითხოვენ ახალ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და განსაკუთრებით საინტერესოა მათი პოზიცია დღეს, როცა ჩვენ ვიხილეთ პარლამენტში ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ინაუგურაცია. მიხეილ ყაველაშვილი უკვე არის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი. მოდით ვკითხოთ ახალგაზრდებს, მათგან მოვისმინოთ დღევანდელი დღის შეფასება. პირდაპირ ეთერში ვართ, კითხავთ, რაც ვიხილეთ დღეს პარლამენტში ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ინაუგურაცია. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს და რა განვითარებას ელით პროცესების, როცა სალომე ზურაბიშვილმაც უკვე საკუთარი გზავნილი მკაფიოდ გააჟღერა? დღევანდელი ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია საერთოდ არალეგიტიმური იყო და ამას ინაუგურაციასაც ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ცერემონია იყო. ჩვენ არ ვაღიარებთ პარლამენტს, არ ვაღიარებთ არჩევნებს და საერთაშორისო საზოგადოებაც ამას არ აღიარებს. შესაბამისად, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ცერემონია და არაფერი მეტი. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ ეს რეჟიმი არ დასრულდება. დიდი მადლობა. ახალგაზრდები და ყველა თაობის და სფეროს წარმომადგენელი რჩება კვლავ ქუჩაში უცვლელ ადგილას. ყოველდღიურად იმართება მსვლელობები, მარშები და ადამიანები არაპირებენ დაღლას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. გავაგრძელოთ საუბარი სხვა მოქალაქეებთანაც, ლექტორებიც უერთდებიან დღევანდელ პროტესტს, როგორც ვიცით, როგორც მითხარით პროფესორ მასწავლებელი ბრძანდებით ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. თქვენ როგორ ელით პროცესების განვითარებას უკვე სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით, რომელმაც დღეს თქვა საჯაროდ, რომ ის აპირებს შეხვდეს ყველა სფეროს წარმომადგენელს, გავიდეს რეგიონებშიც და ერთადერთი მიზანიც იქნება ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ცხადია, დღეს ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ პროცესი გადავიდა ახალ ეტაპზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა ერთი ძალიან მარტივი რამ, რომ ათონელის სასახლეში იქნება ის, ქუჩაში იქნება თუ ნებისმიერ რომელიმე ადგილას, ის არის ხალხის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი და ერთ-ერთი ლეგიტიმური ძალა საქართველოში. რაც ვიხილეთ დღეს, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ქვეყანა გადადის ახალ ბრძოლის ეტაპზე. ეს ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი ასევე იქნება ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და ის გაუძღება სწორედ აი ამ პროცესს. მნიშვნელოვანი არის, რომ ის გავა რეგიონებში, ის ჩავა ქალაქებში, სოფლებში და ასევე მოივლის ევროპის დედაქალაქებს. რომ ამ პროცესში ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ჩართული და უნდა ესმოდეთ ძალიან კარგად, რომ ამ ბრძოლაში ან ერთად გავამოცხდებით, ან ერთად წავაგებთ. ან ერთად მოვიგებთ. და ცხადია ის საცირკო წარმოდგენა, რაც ვიხილეთ დღეს საკანონმდებლო ორგანოში, არაფერი არ არის თუ არა ყალბი და ის რაღაცა ფასადი, რომელიც რეალურად ჩვენ ვიხილეთ, რომელიც დანიშნული ადამიანი ვიხილეთ მიხეილ ყაველაშვილის სახით რაღაც თანამდებობაზე, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არც იურიზებული სამყაროსგან და არც ხალხისგან არ გააჩნია. დიდი მადლობა. ასეთია მოქალაქეების განწყობა იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ინაუგურაცია. მეორეს მხრივ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან განაცხადი უკვე გაკეთებულია, როგორც დღეს სვეტიცხოვლის დატოვების შემდეგ მედიას გითხრა პრეზიდენტმა. ხვალ უკვე უფრო დეტალურად გავიგებთ მისი სამოქმედო ნაბიჯების შესახებ, რაც შეეხება საპროტესტო მსვლელობებს და აქციებს. ტრადიციულად 32 დღეა მოქალაქეები იკრიბებიან დედაქალაქის გარშემო სხვადასხვა ქუჩებში, მართავენ მსვლელობებს, აქციებს. ეს ადამიანებიც მას შემდეგ, რაც აქ მოვა სხვა სტუდენტებიც, პროფესორებიც დაიძრებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისკენ და უკვე გაერთიანებული მსვლელობა მივა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე.